ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ, რა შრობით? ხო ხართ კარგად? მეგრძნობ თავს კარგად, იმიტომ რომ დღეს შაბათია. რაც იმას ნიშნავს, რომ შვიდად იწყება დილით. რიტუალი გაგვიმარჯოს. Apteki. მოვწესრიგდი აბაზანაში, გამოვედი ეგრევე ყავა და დავჭექი აქ თქვენთან საჯარაოდ. რა იყო ახლა ეს? ხო და ფრიად მოხარული ვარ, მაგამბით ერთი წუთით გამეხსნა პინკი. რატო გაიხსნა ხო არ იცით? რატო? ვოლა. სანამ საერთოდ ჭორაობას დავიწყებთ, გეტყვით თითზე რა დავემართა. აი დედას გეფიცებით. ახლა ვფიქრობ, რომ მე ვაგზალზე ვაპირებ წასვლას და რამე ვიყიდო თვალის. და თან სანთლები დავანდო. უკვე სხვა გზა მე მგონი გიშრის გარდა აღარაფერი დამრჩენია, იმიტომ რომ თუ მე ვარ სწრაფი და მაგიტო მემართება, ნუ ხავას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოკლედ რო აგიხსნათ გუშინ ტოტები დავამტვრიე, რაღაცა იმ ხელა ზომები, გავაკეთე ჩარჩო, ქვემოთ მხარე გავუკეთე დიდი სკოჩები როა ის და აქეთ მხარე არის წებოვანი. მოვაგროვე სხვადასხვანაირი ფოთლები, სხვადასხვა მცენარის და პატარებს უნდა დაეწებებინათ ზედ. პირდაპირ აიღებდა კუპ დაწებდებოდა. აქტივობისათვის მინდოდა მოკლედ. დაწებებამდე ხოპდა ვერ მივედით, იმიტომ რომ ქალბატონმა გვანცამ გადაწყვიტა რომ ტოც რაღაც გამოშვერილი ქონდა და მაკრატლით წაეჭრა და მიაყოლა სამწუხაროდ საკმაოდ ღრმა ნაწილი. ოღონდ მხოლოდ კანი არა, ხორციც. კანი რო აქ იქერცლება სხვა რამეა, საკმაოდ ღრმად არის ამოჭრილი. აი აქ სადღაც მეტყობა კიდეც ძალიან დიდად სიცოცხლე ნაკბენი სიმწრით. ძალიან ცუდად გამიხდა გული. ცაცდად. ხო და გუშინ აქტივობა მოკეთ ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გრძნობდი თავს ძალიან. ეს ხელი მქონდა საშინელ მდგომარეობაში, სისხლდენა იყო ისეთი, რომ ნუ არ ჩერდებოდა. ვფიქრობ, რომ შემონაკერიც იყო საჭირო, აი არ ვიცი. სახშიც მოვედი, მე საღამოს თავიდან დავიმუშავე და კიდევ ცოტა გამომდიოდა სისხლი, ალბათ რა ვიცი, თუ არ გაჩერდა მე გავიკერავ, მაგრამ რა თქმა უნდა შეხორცდება. ეს ხუმრობი ხარ ის ნაკერი. ხო და მოკლედ მე ყოველ დღე თქვენთვის სიახლეა გვს ყოველ დღე. ეხლა დღეს ხო არ ჩავაგდებ, გამაკლია. მოკლედ დღეს მე და თქვენ მე წავალ და თქვენ ამ კადრებს მე ნახავთ. უნდა წავიდე ვაქზალზე, კერძოდ თბილისის ცენტრალში. აქვე ჩავკუსკუსდები მეტროსი კი არა და მარშრუტკით, იმიტომ რომ მეტროც ცოტა მეზარება, ეხა დაბლა ჩავიდე. არ ვიცი თუ მარიკო დავტოვე სადღაც 1 საათით. დავტოვე თუ არა და მომიწევს წაყვანა. მოკლედ უნდა ვიყიდოთ ბაჯაღლო. დღეს. ახვალ, არა მგონი დღეს. დღეს უჭველი. ბაჯაღლო უნდა ვიყიდო. როგორც ვიცი 300 ლარია გრამი, თუ არ ვცდები, აი არ ვიცი, არ მინდა რომ ხა ვინმე შეცდომაში შევიყვანო, ჩემი იმას ვამბობ, ხალხი რასაც ამბობს ახლა ამ დღეებში.
რომ 300 ლარია, ჩემი მეზობელი მუშაობს ოქროზე, ორი მეზობელი ოქროზე მუშაობს და ერთ-ერთმა მითხრა, რომ თლაც 300-იც არ არისო, ნუ 200 რაღაცო, 300-მდე, მაგრამ 300 არ არისო და არ ვიცი ხა ეს თქვათ რამე კონკრეტულზე აკლებენ თუ როგორ არის, მოკლედ არ ვიცი რა, გრამია და მასთან მივდივარ მოკლედ. მივალ ნახავ, არ ვიცი თუ აქვს ბაჯახლოები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიმასწავლის მაინც სანდო ადამიანს. თუმცა მე მაინც გადავამოწმებ, მაგრამ როცა ის მაგზავნის შვიდად თუ არ წყდა თუ არ დავნერვიულობ არაფერს და იმედია თავადა წყიდის ბაჯახლს სხვაგან არ მომიწევს ახლა რომ ვაი დაუი არის თუ არა ბაჯახლო და რაღაცები შემოწმებები და ისინი თუმცა თურმე ნუ იტყვი და ძალიან ხშირად იტყუებიან და მაგან ცოტა დამაფიქრა აი რატო ხალხი ამდენ ფულს გიხდით და რას ქვია იტყუებით აი ეგ მაგიჟებს აი არ ვიცი ამიტომ ბოდიში ხმადაბლოს საუბრობ მარიკოს ცილოს არ მინდა გავაღვიძო ამიტომაც მივდივარ მასთან ფემიდედა ნახოთ არ ვიცი ორი ვარიანტია ან ჩვეულებრივ სტანდარტულს კალიცოს ვიყიდი მოკლედ ან ცოტა ბრტყელს რო არ დაგიმალოთ ძალიან მომწონს ბრტყელი ანუ აი ძალიან მომწონს ბრტყელი ქორწინების ბეჭდები თუმცა ხანდახან ის მეორენაირი სტანდარტულებიც რო არის ისიც მომწონს მაგრამ თან ფიქრობ ცოტა ფჩხილი მოვიზარდო მე ვიყიდო მაგრამ არა ხარ ორი და სამი კურა ვერ დაველოდები ხო და ესეთ მოკლე ფჩხელზე ვერ ვიხდენ ვერაფერს ვერც ერთ ბეჭედს ვერაფერს ვერ ვიხდენ ოდნავ თუ მოზრდილი არ მაქვს და მოწესრიგული ანუ აი ამაზე რა უნდა მოვიხდინო ხალხო აი ნუნას დაბლა როა მოჭრილი რა მაგრამ ხო ნუ რაღაც უნდა ავარჩიო მოკლედ ამას ვერ გაგიჟებული მე ცოტა მიჭირს უნდხა მაგრამ მაინც ვგრძნობ აი რაღაცა სასწაული გემო აქვს ჩვეულებრივ სტანდარტულები როა ის თაფალკვერთ რაც ზრდახიან ეგ არ არის ეს რაღაცა სხვა არის გუში ვიყიდე თქვენ როგორი მოგწონთ გოგოებო სტანდარტული თუ ბრტყელი აი სტანდარტულზე მხოლოდ ის აი მხოლოდ კალიცო თითქოს რაღაცა მშრალია ხოლმე და რაღაცა ითხოვს რომ კიდე სხვა გაიკეთო რა აი ბევრი თიცე შეგვინიშნავს ეგ რომ რაღაცა თქო სიცარიელია ძალიან და რაღაცა არ მოწონს თვალს ზოგზე პირიქით ძალიან მომწონებია ამიტომ ცოტა ავიჭერი ვერ გავიკე ხრუტულს ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხალხო მეორე კვირა დაიწყო ასე ხრუტუნებ დღეს დილით გავეღვიძა იმიტომ რომ შევქარშთ ხარ ფარდები არ დატოვა გადაწეული როგორ ხდა დატოვა გადაწეული შესაბამისად გამომეღვიძა მე ავდექი მე ვიწრიალე მე დავწეხი ხა ადამიანი რო 6 საათზე ხარ უკვე მიჩვეული 10 გომას ხო მე აი 9-მდეც უკვე ვეღარ ჩერდები და მოკლედ ავდექი რა ესე რომ კითხა აღარაფერი აღარ მაგოგოებო ნივია საყიდელი მაქვს სარეცხის სითხე საყიდელი მაქვს შამპუნი საყიდელი მაქვს სადღაც 100 ლარი წავიდა ესე რომ გიხსნათ უჭირno ვიყიდო რა თქმა უნდა ხო ნივია ვიყიდე 2 ცალი ადრე სხვადასხვა ფერი და ძალიან შევწდი, იმიტომ რომ იმ ფერს ვეღარ მივეჩვი, რასაც ადრე ვიყენებდი და სხვა ფერი რაც არის
ვარდისფერი, ეგ ბევრად მომწონს და ბევრად სასიამოვნოდ გრძნობ თავს. შემოვიარე, აფთიაქები არ დამრჩა, არა PSP, არა ვერსი, არა GPS ყველგან. ის კონკრეტული მოდელი არ არის. რაცა წერია და რაც მინდა, ეგ არ არის. თქვენ ხო იცით მე რა მიჯაჭვულობა მჭირს ამ დეოდორანტებზე და მოკლედ ეგეთ რაღაცებს. საერთხე შევყარებ. კიდევ ერთი უნდა შევყარო მერე შებაურიც. რაღაცა დიდი რაღაცები მინდა გავრეცხო დღეს. გადასაფარებელი რაღაცა. ნახოთ. ორი ამით მეკნება. ახლა მოკრიალებულია სადა. ნახოთ. გახსოვთ ადრე რო იყო შეჯიბრი ვის რამდენ გრამიანი კალცო ეკეთა საკვებს რო ვიღებ ვერ სუნთქავ ხახო ვიხრჩობი ესე იგი ადრე იყო ხოლმე მიგეუბნებით აი ძალიან ადრე ჯერ ახაც არის მაგრამ არ ვიცი შეჯიბრი იყო ხოლმე რომ ჩემბრძალს ამდენიანი აქვს მე ისიტყვა და იმისას ამის ერთმეტის ჯინაზე და ჯიბრზე ხალხო ყიდულობდნენ რაც შეიძლება მეტი კრამის ფაჭახლოს იბედი მაქვს რომ ეგ ეპოქა აღარ დგას ჩვენს რეალობაში სადღაც ალბათ მაინც იქნება მაგრამ რაღაცა ძველი გადმონაშთი სულელები ვაი გითხრათ ახლა ეს რაც დამემართა ხან წავიქეცი ხანის ხანეს თითი გადავიჭერი და გუშინ ვზივართ ეზოში რა ვსხედვართ ეზოში ხო და ბავშვები პედაგოგები მოკეთ ყველანი ბევრი ვზივარ სკამზე და ყვები ამ ამბავს რომ ანუ თვალი მაგთ ხო ხალხო უეჭველი იმიტომ რომ ხან ეს დამემართა დღეს ეს დამემართა ის მეთქი კაცო ადრეც მემართავდა რაღაცები ასე ზედმიყოლებით მეთქი ყოველ დღე რომ რაღაცა მემართება და ეგეთი რამე ნუ ხარი არაზორს ამ მქონია მეთქი და ატყობა ან თვალი მეცა რაღაცა მოთხარი აი კიდე რამე რომ დამემართო შეიძლება დავიცენტრო თქო და უცებ ხიდან მოფრინავს კარალიოკი. აი მე კიდე დავიშუკე. ესე გავიციე და ამცდა დაეცა ნახევარი იატაკს ნახევარი ფეხზე დაბეცა. გადაიშალა რა. აი მე აი მე უთხარი. ხო ვიძახი რაღაცა ვიღაცის თვალიცებს ვეთხარი ხო ვიძახი. და ვაიმე იგოგოება მაიცინეს ხალხო მაი მართლა რანაირად მოხდა ისე რომ ეხა ხო კაი დაებთ ხო ვიძახოთ მაგრამ აი შოქში აი კარალიოკი რომ დავევჭი ჩამოვარდა მე იმდენი ვიცინეთ მე არც ერთი ხის ქუშ აღარ დამჭდარ მე სადაც ცოტა საჩადა იქ კიდე დამეცის თავზე რა მე ტყუტიან რაღაცა მე ხო ზოგადად მიდრეკილი ვარ მსგავსი სისულელეებისაკენ ვარ რა ვიტაბეცეს რეალურად სათლები უნდა ავანთო მე და ვილოცო აი მე მარა იმდენი ვიცინეთ ხალხო ეს თვალი რომ სცემს ადამიანს თუნდაც შეიძლება ძალიან კეთილის მსურველი იყოს ხალხო მაგას ხო იცით რომ არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავიდანაც შეიძლება რომ თვალი აიღო ეგ ჩვეულებრივი ამბავია არ ვიცი რას დავაბრალო ვერ კეთო და რატომ ჯერა მე თქვენ გეტყვით ადმოყოლილიც მაქვს მე ჩემი მეზობელია ეს ქალბატონი
ჩემს გვერდით არ ცხოვრობს, ცოტა დაბლა, ну მოკლედ. რომ გამოვასახლო და შეუძლია დამინახოს და შემიძლია დავინახო. და რომ გამოვიდოდა და დავინახავდი, ის დღე იყო ჩემთვის ძალიან წარუმატებელი. აი ძალიან და თან როგორ იყო იცით, რომ აი რო გამოვიდოდა სახლიდან, აი ავტომატურად რაღაცა მაღლა იხედავდა ხოლმე და გაკრას მაგ დროს აი ესე ვეკუთებოდი ერთმანეთს და მე ავდექი ხალხო და რო ვიცოდი რომ საათებში გამოდიოდა დილით. ანუ აი ავდექი გავიხედე, ეგ მჭირდა ხოლმე სამსახურში მოვიდოდი. აღარ ვიხედებოდი, გარეთ არ გავდიოდი აივანზე, იმიტომ რომ მე ერთი პერიოდი ვემთხოვდით რომ გავდიოდი გარეთ, ეგ გამოდიოდა, ეგრე ვემთხოვდი მერე ეგეც მოსპე. სხვა დროში უცებ ან გავასწრებდი არ რაღაც. ის ხე მქონდა აი მანდედან დავიჯერე ეგ ამბავი რომ შეიძლება თვალი მცემს. ზოგადად არანაირი გადაკვეთა მქალბატონთან პირიქით ანუ ძალიან სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ ნუ მოკლედ როგორც არის რა. ხო და მანდედან ვამბობ ხოლმე რომ აი ეს თვალის ამბავი, ხო, ნუ დავიჯერე მოკლედ რო გითხრათ რა. მაგრამ აი ეს კარალიოკი რო გამოფრინდა ხა ჭკუიდა და ვიცი. მეთქი ხოთქვი ბელტა. გოგოები დაიხოცდნენ სიცილე, ყველაფერი როგორ შემეკებართებოდეს, აი ყველაფერი. მეთქი ეს ვისავთ. აი ეგრე მიმართ. დღეს როდის იყო ვაიბერ რამდენიმე დღეს წინ წავიკითხე ჰოროსკოპი კი არა. რაღაც ტაროს რაღაცა იმას ქნეს მოკლედ რა და აი შეკარტიო და რაღაცა იმას ვქენი მოკლედ. უყურებდი მაგას და მე რომელიც ამოვიდა ეს კარტი მოკლედ 3-დან დაგერჩია. ფულზე იყო თუ რაღაცაზე მოკლედ. წამს რომ იმას ვქენი ავსკროლე TikTok-ზე. 7 რიცხვამდე მოგივათ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხაო. და მე ხა ვფიქრობ ჩემთვის ხელფას ავიღებ თვის ბოლოს და 7 რიცხვამდე არ მაქვს ხოლმე რა ხდება. საიდან მოპრინდეს ფული. და დიდი ოდენობით რაღაცა, დიდი ოდენობით მეთქი და რა ხდება და თუნდაც მივიტყვი და გამართლდა მოკლედ. გამართლდა, ეს არის ჩემი დედამთილის და მამთილის საჩუქარი, ხო და წავალ და დღეს ვიყიდი. და ვნახოთ, ცოტა რომ მოიზრდება ბრჭხილი, რამდენად მოუხდება ჩემს მეორე ასევე ქორწინების ბეჭედს და მას ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება მოკლედ. დღეს არის გოგოებო, ჩემი მაკოს დაბადების დღე, ჩემი მეგობრის, ხსენებ ხოლმე ვიდეოებში, ხო და მინდა მოგილოცო, აი ყველაფერი რაც კი არსებობს კარგი ამ სამყაროში, მინდა რომ არსებობდეს შენთვის, იმიტომ რომ აი ისე მიყვარხარ, ზუსტად ვიცი რომ იცი რა. მოკლედ გილოცავ ჩემო საყვარელო, ძალიან ბევრი სიყვარულს გიგზავნი და ძალიან მალე გნახავ. მართალია ორივე თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ სამწუხაროდ ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვნახულობთ. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, სამსახურები იმის გამო, ამის გამო მოკლედ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე ნელდება, არა, ჩვენ სულ ხაზე ვართ. მეტნაკლებად ყველაფერი ერთმანეთის ვიცით, შეიძლება იმ წამს რაც მოხდა ვერ გაიგოს და ვერ გავიგო, მაგრამ მეორე დღეს გავიგებ. ასე რომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ ზოგადად ურთიერთობებს რა. ხო და არ დაგვავიწყდეს დღეს მაკოსთვისაც უნდა ვიყიდოთ საჩუქარი, ასევე სამსახურში უნდა დავდო კიდე საჩუქრის ფული. ხო და არის ხოლმე რა იცით? როცა სიამოვნებს ძალიან ვიღაცისთვის რაღაცის გაკეთება, როცა მიყვარს ძალიან ადამიანი, ახლა როცა უბრალოდ დაიყიდო, აი ეგეთი რაღაცები არ მიყვარს რა, მირჩევნია ხოლმე რომ არ მქონდეს არანაირი შემხებლობა ეგეთ ადამიანებთან რა. არის ხოლმე მაინც გიწევს ცხოვრებაში რაღაცების კეთება მაინც, მაგრამ აი სიამოვნებას რო იღებ
იმით, რომ მას აბედნიერებ, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ყელსაბამი ვიყიდოთ. ვნახოთ. არ ვიცი. შესაძლოა საყურეც, ესე გავიცი, უნდა გავიარო, უნდა შევათვალიერო. ხო და ნახოთ რა იქნება დღეს ხარჯვის დღე გვექნება, დიდი ხარჯვის დღე. შამპუნებს და რაღაცებს ავარაუდ უტყვის ვღარ ვიყიდი, იმიტომ რომ თუ ბავშვნა დავტოვო, მაგდენის საათი ვერ დავტოვებ. მაგას ალბათ კვირას მოვაგვარებ. არ ვიცი. მოკლედ. არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის ამბავი უნდა ვქნათ. ხო და ჩემ ქვარა მითხრა ის არის რომ ხვალ მინდოდაო წავსულიყავითო და მე ვარ გცოდნოტაო რა მოკლედ და მეთქო რომ სადღაც გამომყევი რაღაც ისაყიდაც მოგე წავსულიყავითო და მაგრამ უბრალოდ თვითონ ძალიან აუცილებელი საქმეზეა წასული და ფიზიკურად ვეღარ მოხდებოდა ეს ასე რომ რაღაცე რომ მოვედი მითხრა რომ ხვალ შენ და წახვიდე აქ მინდოდა ხო რომ ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს. რას ვისაუბრებ? წავალ მარტო იქნებ ჩემ ბიძაშვილს ვუთხრა თუ ბავშვებს დატოვებს დედამისთან ის 1 საათი თუ რაღაც წამომყვეს თუ არა და წავალ მარტო. მოკლედ ამიწერეთ როგორია თქვენი ფავორიტი ბრტყელი თუ ჩვეულებრივი არ ვიცი ბუბლიks რას სახდნენ ადრე რა არც ვიცი ხარ რა ქვია სიფრთხილე გითხრათ მოვისმენთ ეს რჩევებს თუმცა შესაძლოა სულაც ისჭობდეს მეორე სტანდარტული აი არ ვიცი ხა ნერვები მეშლება რომ ჭხილი არ მაქვს და უფრო ვერ გავიგებ რომელი მომწონს დიდად მაგრამ სავარაუდოდ რო გაიკეთებ მე რო უფრო მიხვდები მოკლედ ესეთი ამბები ნახოთ აი მე და მამა ჩემი რაღაცას იმაშვება გარეთ ჩემ კართან ახრახინებს რაღაცა ქვიშას თუ რაღაცას ავსებს მოკლედ მეებში რა ხო და ისეთი ხმარი გეგონება ინგრევა ისე დაიკრა რაღაცა ძაბეწერი ვარ დღეს ამინდია კარგი განწყობა მაქვს კარგი სიმშვიდე მაქვს ჯანმრთელობის რა გითხრათ, მაგრამ სიმშვიდე მაქვს. ხო და ესეც შეხორცდება საწაო ამისთანები გადამიტანია. ხო, აქვე დამავიწყდა მეთქვა 24 დღეში $40 გამოიმუშავა დოდონას ბლოგმა Facebook-ზე. გიზკავარ. ძალიან მიხარია. ძალიან კმაყოფილი ვარ. წესით $41 უნდა მქონდეს ის 2 დღე რომ არ მეზარმაცა, მაგრამ არა უშავს. არც $40 არ არის ამ მოკლე ხანში ცუდი გამომუშავება და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ჩართულია ჩემი აუდიტორია და საოცარი ნახვები აქვს, როცა იდება ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ გაამართლებს. ეს 2 დღე ხო, მქონდა ეგეთი დღეებიც, მაგრამ მთავარია, რომ იზრდება ჩემი გვერდი, იზრდება ნახვების რაოდენობა, იზრდება გამომუშავება, ჯერ ახლა ჩავრთე და ფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სტარტია. ასევე ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ YouTube-ზე ადამიანები და ასევე YouTube-ზე ჩემი ადამიანები Facebook-ზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. კოცნით ბევრს. სად ვარ? მიდივარ, როგორც გითხარით, ბეჭდის საყიდლად, ხო და არაფერი. უბრალოდ რუმიანა გადავისვი. წავედით. მანამდე უნდა ესე იგი დავითვალო, ჩავითვალო და შევიდახო ნორმალურად ფული, იმიტომ რომ მე ხოსებთ ხიფათა ვარ. და ხო, რაც ყველაზე მთავარია, მეტროთი არ მივიჯივარ მეზარება და თან მეშინი, ახლა ამდენი ფულით ვერ ვივლი იმაში, რა ქვია. ეხლა მითხრეს, რომ $370 თუ რაღაც ღირს გრამიო.
ხო და მაინც უნდა გავიდე, მოკლედ არ ვიცი რა შეიძლება სხვაგან ეგრეხივდა და იქ არ ვიცი, მოკლედ უნდა გავიდეთ ყველა ვარიანტში და მაგას უჯერ ვერ ვიყიდი, ყოველ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიყიდე ჩემ დაქალს რამე აქსესუარი, ხო და ეს არ გავიწყდება. არავითარ შემთხვევაში თმაზე არ მივყუროთ. სუნამო, მე კიდე ძალიან მიყვარს თმაზე, რომ მაქვს ჩემი საყვარელი სუნამოს სუნი რა. ვენდოთ? ბოდ დღეს ვენდოთ. გადასარო ხასიათზე ვარ და ამინდი ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემზე. აი გარეთ ისეთი კაშკაშამზია ხალხო, სხვადასხვა საბურთალოდან შემიხმიანენ და ნუ იტყვით და ისეთი ქარო რომ ფოთლები ხო და მადლობა ცაო ჩემთვის გამოიმეტე ესეთი კარგი მზე. აი ხა მე ვჭურავ და წავედით. ეჯერს თქვი წავედით თქო, ალბათ უკვე გონიათ რომ ვიყიდე, მაგრამ არა, არ წავსულა. ჰაი. იქ ვიყავი. პურზე. რიგი. აი ყვა შაბათი არის იცით, აგვირა არის იცით, რა ხდება დღეს. რა ყველა შეთა ჭამავგიდა, ჩემი არის. ხალხო, ამხელა ტექსტებით რო გამოდიხარ არაბოდიში. ამხელა. ბახილების გარეშე სახში არავის შევუშვათ, თუ არც მოვა, აი დარდი, თუ არ ჩაიცმევს გამაბრუნებ უკან. ვაფშე არ მოვალ. მე ხვიცით რა ხასიათი მაქვს მგლის, არ მოვალ. ხალხო, ბუნჯის გიხდით, მაგრამ სუფრაზე რო იქით ოლმა თანთალებს და აქეთ ჩაკაფული თავს იკლავს. ახლა უხდება ბახილა კაზაშუკებით რომ მოვიდიო და ბახილები ძივარ. არ ვიცი ახლა თვეების ბაღი კავც არ ახავად მოვიდიო რა მოვისვა მაქამდე არ არის პრობლემა, მაგრამ სუფრა რო გაქვთ გადაჭიმული. აქედან. გეხვეწები რა ბახილი დაო. ხო? როკოკოებზე შემოდახვარ და ვარ იატაკია გამოწმენდა. გამოწმენდა გეზარება. ბოდიში, აფში არ მოვალ. მე ხვეწო მაშინაც. ამხალა რა, ამახალმა ტენდენციება ვერ დავიცი. რაც არ დავიცი, ახლა ტენდენციებს ვერ დავიცი. ვერა. რაღაცებს მოწმინებით უნდა ველოდოთ. სახში ვერავითარ ვეღარ შეხვალთ, ის პარკები არა გამოცმული, მაგას ახლა აქვე ცელოფნები. ასე რო გაქვს შემოწ, არ ვიცი და ქვედა ის ფიცკი არა ვარ, ჩემთან რომ მოხვალ, დაიბერტყეთ ფეხით და შემოქადით პირდაპირ რეისით. ხო? მე არა იქნებ, რა ვიცი, არა ფეხისა სოკოა, არა სოკოც არა, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ არის წყობში და ანა ვაფშე ბზან ყველაფერი წყობშია, მაგრამ ფეხები ვერ არის კარგად რა, მოუქნელად არის. ასე ვიჯდეთ? 20 კაცი ხო, დატრიალთ ეს სურნელება. რა მოგწონთ ახლა გაფიცეთ მამიდაშვილებს. თუ ბახილები არ გაქვთ ხო და გაიხადონ. შეყო ჩვენ ჩუსტებში, ფლატებში ფეხი ხო? იქნება ვაფშე თქვენ ჩუსტი არ მომწონს. ეს ხოა დაუფიქრდით რა ვამბობ. იქნება თქვენსაც ასის სუნი. არ არის რა. ვერ არა. და ანა რომ მიდავდგე ვიცი ყვან დაბადების დღეზე ვარ. ანა უბრალოდ მიდა რომ ტანი ავათავებს და ბახილები რომ კაცით კუცით დავდივარ. შაშრუ. არ მოვალ წერტილი. თუ ბალხი ყავთ აქამდე ჩავიცვა, მაგრამ თუ არა არ მოვალ. ჩავიცვა ბახილებს. იდა ესე ყველა წესი ცავდეთ, ოჯახის წმინდეებს იცავდეთ, როგორც ახლა მაგ ცელოფნებს ეყათ შემოსტერებულები. ძალიან ავარისა. გალამაზებული. უიმეყმე თუ მაღალი თვალი არ ვიყ. მაკა გილოცავ დაბადების დღეს. Love you. Hi, ხალხო. ვაიმე მე გრიპი მაქვს. ყველა საჯვარი გწერია და მე მაინც ლამაზი ვარ, მაგრამ იცი რომ თქვა ნიშანდობლივად გრიპი მაქვს, ხო მოგიხსენებათ. ეხლა თქვენთვის გავიზმონეთ, რომ ისე თავი არა მაქვს. ესა ბრასლეტი. გამომიგზავნა დედა, მადლობა დედა იმიდან. ათენიდან. ათენი ხო იცი სად არის? ათენი ხალხო ისა აკროპოლისი რო არის. ესა ბეჭდები, ზოგი მაჩუქე, ზოგი ვიყიდე, ახლა ასე კი არ დავდივარ ხალხო გარეთ, მაგრამ მეზობლების გულის გასახეთ გავიკეთებ ხოლმე და ასე გადავდგები აივაზე. აი მე მაგათი თვალი უნდა დაგადა. აი ბუღმა.
ახლა თავზე მიკითხე ხელის აქსესორი. ამადაცქედით, რომელი საათიაზე, ხო, უნდა გავიკეთო ესა და აღარ დავაცქედე, უკვე მაჯები დამეყალა, მივატენდები და მიხვდებიან, რომელი საათი, ისა მაგნიტისია. აი ესე, დავიკვანჭე და დავიზმონე და რა ვიცი მე. რაღაცა ჭორი გძეტა მოვიდა, ისა ტუცაცხის. რაღაცა ჭორმა გაშუნა. ან მინდა ახლა ხმამაღლა და რაღაცა. რო ვითომა ჰაერში გავუშვიათ ისა. დაქვია მათაბლა. გრიპისა ისა რა ქვია? ვირუსი. ხო, არ მინდა რო არიქა დუდი მასე თქვა რო ჰაერში გავუშვეთ და არავინ არაფერს არ ვამბობთ. ხო და ის არის გავუშვათ თურმე გრიპისა ვირუსი რა ჰაერში რო წარამარა გახდეცო და კაცით კუცით აგემართოს წარამარა გახდეცო და წამლები და აფთიაქები თურმე ხო მაგრად გალახდნენ ახლა მოგიხსენებათ რომ აფთიაქებით ახლა სად მიდის ჩვენი ქონება ხო აფთიაქში საჭალა დავადუყოფებული ვარ ერი ხო და ის არის რა ქვია მოგიბარჩება იმას ბელადებს რა ხო ესე გაშუნა ინფორმაცია მაგრამ მე არ მინდა რომ კაცი და ტკუცი და რაღაცა მაგრამ ისე რომ თქვა აცია ხო და რა მინდოდა ხო და მე ეს დღეები ვერავარ გციტა კარგად არა მე სულ კარგად ავარ მაგრამ ეს დღეები ვერავარ რა ეთქობა ქალო ჰაერში რაღაცა დაფრინავ და მეცა ხო არა გაბიჭენ მამიდაშვილებს ყველა კვირის ბოლოს სად გაგიგიათ გრიპი ყველა კვირის ბოლოს დაფიქსებული ვით გრიპი მაქვს ხო კანეთ ჩემი ნერვები ლამზე ჭკვიდა ავიწიო ხო და მე ხალხო აფთიაქში წამლებს ავყიდულო დიდა დღეში მგონი შენ 15 წამლებს მარტო მივყიდულო კვირაში 2 დღე გადაიცვალეთ 30 წლად ჩვენში რამდენი კვირა ხო всё კანეთ ნერვები ხო და ვიცი ეგ ვირუსი გავუშვა ჯერა არ მინდა კალასთან დავრეკო ზვანო კი გავუშვა და ვკითხო რომ აბა მართალია ეგა ინფორმაცია თუ არა ეხა მე კალასი წელი არ დამიმალა ეგ გამაკლია ხო და არ და ხო არც არ ჩამოდი მიგიწევრი მინდა ხაც არ ვიცი ხო რაჭიშიც გრიპია ხო რა გაუშვი დამიტანა ჰაერში უღმერთოებო ისა გამომივიდა კიდე რა ქვია თაგვმა რო გადაირბინა და რო გამოგდის ეგ რა წამი სახის თაგვები არ ამყავთ ეთქობა გრიპის განამაკ ხო და ვინცა გაუშვა ხალხო ერთი დღე იქნება და ტკიპი პლაკატებით იმის წინ მერისი და საწამოხად მე დოკუმენტები დაგიფიქრეთ რომ ჰაერში გაშვებული ჯერ ახლა კალას უნდა გადავურიყო ერთი მითხრას თუ მომცა ხო ზვანოკი და მითხრა რომ ქუდოდი მიაწექი ხო და თუ არა და ახლა გიჟი ვითქვა რა ავიფოფრები და დავდგები მეც ახლა ხო და მე რო სულ უჩხუბობდა საქართველოს ბედიღბალი მე დარდება და ვარ ერთ ამბავში ესა უცოტა ვერ არის კარგად ნერვოზია ხო ბოდიში ესეც მაგ ფანქარი ისიც აქ საშლელი ბალღის არის ხო შინე შვილი თვალის ხო არა ის კომპლექსი